მზად ხარ? ეს ადამიანი არის თავარი სერჟანტი თორნიკე თვარაძე, რომელმაც 18 წელზე მეტი გაატარა სამხედრო სამსახურში და მას ეხლა ექნება ზუსტად 1 საათი იმისთვის, რომ აი ამ უკაცრიელ ადგილას მიპოვოს. დროის სათვალ უკვე დაიწყო, მე კი წინ ძალიან ბევრი სიურპრიზი მაქვს მომზადებული, მაგრამ მანამდე გონი ეს დაგჭირდება. ფეხი კი ნახავ მოვიტეხე, მოკლედ სულ რამდენიმე წუთი გვაქვს იმისთვის, რომ თორნიკეს გავექცეთ. იმიტომ რომ ეჭვი მაქვს, თორნიკეს ეს თოკები დიდხანს ვერ შეაკავებს. რა რთულია, მოკლედ თორნიკეს 100-ჯერ უფრო რთული მისიები აქვს შესრულებული, ვიდრე აქ ჩვენ ვაკეთებთ ავღანეთსა და ერაყში და კიდე გავლილი აქვს საზღვაო ქვეითების კურსი ამერიკაში. ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ და არც თქვენ უნდა მოვდუნდეთ, იმიტომ რომ წინ ბევრად უფრო მაგარი ვიდეოები გვალოდება. ახლა კი ამოვისუნთქოთ, მანქანა დავქოთ და უნდა გავიქცეთ, რადგან ძალიან მალე ხელებს გაიხსნეს. შეიძლება გეგონოთ, რომ 1 საათი ცოტაა, მაგრამ დამიჯერეთ პროფესიონალი მადევარისთვის საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ გვიპოვოს. ამიტომ რამდენიმე საინტერესო მახე მაქვს გამზადებული, რომ ხელი შეუშალოთ თორნიკეს იმაში, რომ მალე გვიპოვოს. და ეხლა მივდივართ ერთ-ერთ ასეთ ადგილას, სადაც თორნიკე იმედი მაქვს, რომ დაიბნევა და იმედი მაქვს, რომ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ესეთი წესი გვაქვს, რომ ყოველ 10 წუთში მისდის თორნიკეს ლოკაცია, იმის თუ სად ვარ და რამდენად გამოადგება და გამოიყენებს, ამას ძალიან მალე ვნახავთ. კი, გიორგი მზად ვარ და იმედია სწრაფად მოძრაობ. ძალიან მაინტერესებს ეხლა ხელებს როგორი თავისუფლებს და დავაბი თუ არა საკმარისად კარგად. მანქანა მეცხელს მიწყობს, თუმცა თორნიკეს უფრო უწყობს ხელს, მაგრამ ყველა ვარიანტში მივაწყობ. და ხელს გავუჭერით. დიდი ალბათობით უკვე თორნიკე დაიძრა და ეხლა მხოლოდ ჩემზე და ჩემს მახეზეა დამოკიდებული, რამდენად დავაყოვნებთ და შევაყოვნებთ. მაგრამ თავარია ჩვენს ჰორიზონტზე ჯერ არ ჩანს. აუცილებლად დატოვებს ყოველს ამ შემთხვევაში ტრანსპორტით გადაადგილება და ასეთ ადგილზე ალბათ მტვერის კვალი უფრო თვალშისაცემი იქნება. ამასთან ერთად თუ სადმე გადახვევა გააკეთა, მინდორში შეიძლება დატოვოს კვალი. რამხელა ჩიტი და ფინავს, აქვე იმედია ესეც ჩვენს ხარეს არის და თორნიკეს არ ეხმარება. დიდი შანსია, რომ ჩვენს გადაადგილებას დრონით უყურებდეს, შესაძლებელია GPS-იც დაამონტაჟა უკვე მანქანაზე. ყოველ შემთხვევაში მე ეჭვი არ მეპარება, რომ გიორგი ჩვენს გადაადგილებას უყურებს და იცის სად ვარ. ეს ამ შემთხვევაში მას უპირატესობა აქვს, ვიდრე მე. და ნახეთ, მეგობრებო, რა მაგარ ადგილას მოგიყვანეთ. აქ ძალიან მაგარი ამბავი გველოდება, მაგრამ სანამ ამ ადგილას შევართ, მანამდე ამ ვიდეოს სპონსორზე უნდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა. წინა ვიდეოში მართალია უკან არავინ მოსდევდა, მაგრამ უნდა დამეთანხმოთ, რომ არანაკლებ ექსტრემალურ დავალებებს ვასრულებ. და სწორედ მაშინ გაგაცანით ჩემი არხის ახალი სპონსორი, ქართველების საყვარელი მწარე ნაბეღლავი, რომელიც კიდევ დიდხანს იქნება ჩვენს გვერდით. ხო და სანამ თორნიკე ძალიან მოგვიახლოვდა, გეტყვით, რომ ძალიან მიხარია ჩემი მაცევლიდან და ყოველდღიურობიდან ნაბეღლავმა უკვე ჩემს YouTube არხზეც რომ გადმოინაცვლა და ასეთი ვიდეოების კეთებაში გვეხმარება. ესეც ასე, მოვედით და რაც ყველაზე მთავარია, ეხლა აი აქ უნდა გავაჩერო მანქანა, რომ მაქსიმალურად ჩავკეტო თორნიკეს მანქანით შემოსვლა გადავაზღვიო. ეგ არის უკვე თორნიკემაც იცის სად ვართ, ლოკაცია მივიდა, მაგრამ აზრზე არ არის, აი აქ რა ელოდება. აბა თქვენ თუ გამოიწყოთ. ჩვენ გვიწევდა ავღანეთში პატრულირება, მათ შორის დევნაც და ამ ტიპის ესე რომ ვთქვათ, რალი არ გვიწევდა, მაგრამ ასეთ რელიეფზე მოწინააღმდეგე ძალის ძებნა და ტერიტორიის აღქმა, ანალიზი უკვე ჩვენთვის ნაცნობის საქმე. გიორგის მანქანაც უკვე გამოჩნდა და ვნახოთ. მომზადოთ ბიჭებო! ჩემი გეგმა ასეთია. მე და ჩემი ძმები ჩავიცმებთ ერთნაირად და ვეცდებით თორნიკეს თავგზა აუბრიოთ.
და იმედი ვიქონიოთ, რომ სანამ თორნიკე საერთოდ გაიგებს, რა ხდება მის ირგვლივ, მე უკვე სამშვიდობას ვიქნები. აბა, ნახოთ, მასტერ სერჟანტი თუ მოწყულდება. 3, 2, 1, დავედი! Let's go! დაუყოვნიანება რადგან წინ ესეთია, ესე იგი რაღაცას ფარავენ, ასე რომ დავიწყოთ. მალე, თორე მაგრა მოდის, ბიჭო! აბა ბიჭო, ხარ! ეს ვიდეო აიყვანეთ 100,000 ლაიქზე, მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან მალე ვითამაშებს ომობანას იუთუბერებთან ერთად. მოვიდა. Let's go! Subscribe! გამდინარე იქიდან მე ტრანსპორტით არ ვარ, სავარაუდოდ ვერ მომცემდა 200. მეგონი ძალიან დავაბრუნე. ამოდი გიორგი! ერთი წაიქცა. ნახოთ, წაქცეული. Let's go! მაგარი დავილეტეთ, მაგრამ მოვასწარი. ვახრა დავილეტეთ, ბიჭო. შეგვიძლია მანქანი დავედენოთ. Let's go! ავიდა! სამშვიდობოსვარ, ეხა იმედი მაქვს, რომ თორნიკე მოწყულდება და ქრისტესიას გაეკიდება. ჩვენ კი აქეთ ახალი მახება. ესე იგი მეორე ლოკაციაც მოვიდა, მივალთ ახლა ნახავთ რუკაზე და შესაბამისად უკვე მეორე დავალებას მივყვებით. არ გონია რომ თორნიკე დამეწიოს, მაგრამ რომ დამეწევა არო, გიორგი არ ვარ. shit, ნახეთ რამწის. მაგარი ფეილი დაიდო. ეს ნამდვილად არ იყო მეგობრებო. დაგეგმილი, როგორც არ არის დაგეგმილი თორნიკეს ნაწილი, იმიტომ რომ თორნიკე სრულია თავისუფალია. გადაწყვეტილებებში ავარია კიდე არ დავილეტო. გაჭერით არ დაუჭერილა, მაგრამ ეხლა წავალ და საბურავებს დაულაგებთ და შევხვდით წინავას. თვითონ სოფელში დევნა, ანუ პირველი დანახვიდან გამომდინარე, თული იყო რა თქმა უნდა, ჩაცმობა ერთ და იგივე ჰქონდათ. შევეცადი რომ ყველას თან ახლოს ყოფილიყავი, როცა დაიწყო კვადროციკლით მოძრაობა ერთმა ობიექტმა და მეორე ობიექტმა აქედან გამომდინარე, ახლოს ყოფნა უფრო გაძლევს საშუალებას, რომ ის ნიშნები რაც შეიძლება გქონდეს და ობიექტს ვიზეც ინტერესი არის, ამ დაკვირვებით უფრო მარტივად ამოიცნო. ასე რომ ეს ჩემი სირბილის და დევნა აქედან გამომდინარე იყო. მე მგონი მოწყულდა თორნიკე, იმიტომ რომ აშკარად ქრისტესიასკენ წავიდა. სავარაუდოდ რაღაც დადო. დევნას აზრი არა აქვს. ეს ვიცი ვინც არის. ვერ მოვასწარი გაქცევა ეხლა. მაგრამ მე არ ვარ გიორგი. მოგეთ ლოკაცია დაგვიდეს, სავარაუდოდ რაღაც ნიშანი არის. დავათვალიეროთ გასაღები, მაინც ნახოთ ღია ხო არ არის. ფიქრობ რომ პატარა გასაღები იქნება. თუ ყუთში გვაქვს მოსაძებნი. ეგ არის, ბიჭები მოვიდნენ. დავაი, ჩამოვიღოთ და გამომზადოთ შემდეგი დაფრთხილება. Let's go. აბა რა გეგონა თორნიკე. მხოლოდ გამოკიდება იყო საკმარისი. კაი, მივაგენით გასაღებს. ხო? გამომიწერო სერჟანტო, აუცილებლად უკვე გამოწერილი მყავხარ. დავათვალიეროთ, ესე იგი სხვა ნიშნები არ არის. თავარი აქ არის მოცემული რუკა. ესე იგი ჩვენ ვართ აქ. სოფელი რომელიც გამოვიარეთ, ანუ უკან მიმართულებაზე, შემდეგ საბურავები, ქოხი. მე როგორც ხედავ აქ რელიეფიდან გამომდინარე, ჩვენგან მარჯვენა მიმართულება, რომელიც მთაგორიანი არის, შემდეგ მდინარე და სავარაუდოდ გზას უნდა მივყვეთ. რა ეს ნიშნები კიდე გზაში გავითვალისწინოთ. მოგით არ დავტოვოთ, ესენი წავიღოთ. მოკლედ ცოტა დიდი გზა გვაქვს, მაგრამ ძალიან საინტერესო სიურპრიზი მაქვს თორნიკესთვის მომზადებული. მე მგონი პირიქით გაუხარდება ვიდრე ეწყინება, მაგრამ მაინც ვინც იქნება გამიმართოს. მოკლედ დავიძარით
საბოლოო დანიშნულების მიმართულებით და ვნახოთ უკვე ეჭვი მაქვს რომ ნებისმიერი საფრთხე თუნდაც გადაადგილებაც რადგან აქამდე არ იყო არაფერი ჩადებული შეიძლება გზაზეც იყოს რაიმე დაბკოლება ამიტომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ყველაფერი რაც გზად შეხვდება ნიშნად უნდა აღვიქვათ რომ საფრთხეა უპირატესობა ის მაქვს რომ რაც არ უნდა ოფროუდის მანქანით იყო რა თქმა უნდა მოტოციკლეტით ამ გზაზე ბევრად უფრო ჩქარა გავივლი ამ მონაკვეთს რაც საშუალებას მაძლევს რომ თორნიკეს ბოლოში მომზადებული გავხდე ამ მესამე ლოკაციაზე უკვე გადავადგილდებით და ჯერჯერობით უცნობია თუ რა გველის წინ. თავარი არის რომ საბოლოო დანიშნულებაზე სავარაუდოდ უკვე უნდა მოვახდინოთ გიორგის ან დაკავება, ან ამოცნობა. ყოველ შემთხვევაში ყოველთვის მზად ვარ, რასაც ჩვენი გიორგი შემოგთავაზებს. სულ ცოტას დავრჩა და მივედი. თავარია ფხილა და ჭკვიანად ვიაროთ. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, რადგან წელს ძალიან მაგარი გეგმები ამახსე და წლის ბოლოს აუცილებლად 400,000-ზე უნდა გავიდეთ. აი, დაბრკოლებაც გამოჩნდა ასე რომ ამ დაბრკოლებას მოკლედ გადასალახია სავარაუდოდ ეს დაბრკოლება და მარტივად უნდა გადავლა, ხო? ნახოთ რა გველის წინ. ესე იგი, დავინახეთ რომ იყო ხომოთ პირდაპირ პირველ რიგში ეგ შევამოწმოთ. აქ არ ამგონია რომ იყოს. მანქანა არის. ნახოთ მანქანა რას ნიშნავს. შიგნით არავინ არ არის. არც ქვემოთ. გამომდინარე იქნება რუკაზე იყო მოცემული შენობა. შეიძლება უბრალოდ ნიშანი იყოს მისთვის ჩემი შებრკოლების და შეიძლება სავარაუდოდ გასაგრძელებელი იყოს გზა. სავარაუდოდ ამაში უკვე გიორგი მაჯობა. მისი მიზანი თუ ჩემი დაბრკოლება იყო, ნიშნები დამიტოვა, იფიქრა ალბათ რომ აქ რაიმე დათვალიერებას მოვახდენდი და დროს მოიგებდა ის თავის ლოკაციაზე, იმიტომ რომ რუკაზე როგორც ჩანს, ბოლო ლოკაცია არის რაღაც დასახლებული პუნქტივით, სადაც ჯერ არ მისულოთ. ესეც ასე გამოჩნდა ჩვენი დანიშნულების ბოლო წერტილი, სადაც იმედი მქონდა რომ მოვაღწევდი და მე მგონი გამომივიდა კიდეც. ეხლა კი გავიგებთ რომელი სტრატეგია ჯობია, დამალვა და გაქცევა თუ შებრძოლება, რადგან აფაურობა მე უკვე გამზადებული. ესე იგი, გადავუხიოთ. ნუ თორნიკესთან არ ვიცი ეს ამდენად კარგი იდეა იყო, მაგრამ ამას რამდენიმე წამში გავიგებთ. ესეც ასე. მოვაღწიე ნამდვილად. ეხლა კი სანამ თორნიკე შემოგვიერთდება, გავიმზადოთ საბრძოლველად. კარგი, ეხლა მივხვდი რაც იყო. საბურავები უკანა გზაზე, რადგან მე ვერ დავინახე საბურავები, ეხლა ანუ უკაზე მონიშნული რაც არის, ეს საბურავები იყო. დაბრკოლება დაგვიქვი და არა საბურავები როგორც ნიშნად. ხო, ეხლა ხვდები რომ გიორგი მაჯობა ამ შემთხვევაში ამ დაბრკოლებებით, ესე რომ ვთქვათ, შემაყოვნა, რაც ესე რომ ვთქვათ, მაჭამა ამ შემთხვევაში. კარგია, ჩაითვალა გიორგის. ეგ არის, ყველაფერი მზად არის და რამდენიმე წამში ალბათ თორნიკე აქ იქნება, მაგრამ აქვე უნდა დავაფიქსირო უდიდესი პატივისცემა ქართულ ჯარისკაცებს, იმიტომ რომ ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს წირავენ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ აქ ვიდეოს გადაღებისას ნერვიულობთ, ერთი ამბავი გვაქვს და ადამიანები ცოცხალის საფრთხის პირისპირ დგანან და საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ, ამიტომ უდიდეს პატივისცემას იმსახურებს ნებისმიერი მათგანი. ეხლა კი მოვიზადოთ, იმიტომ რომ რამდენიმე წამში აქ იქნებიან, შეგვიძლია გავტესტოთ 1 2 ეგ არის, წავიდე. დაბრკოლება ვყავდა. იმედია გიორგის გამოშვებული მანქანა არ იყო. გამოჩნდა საბოლოო დანიშნულების წერტილი. ვიცით რომ ეს მიტოვებული შენობა არის. ნახოთ რა იქნება. იმედია გზაში რაღაც სიურპრიზ ესე მანქანისთვის სიურპრიზ არ მომიმზადებს რომ შევძლო მარტივად ისვა. კი, აი უკვე ტრანსპორტის და ხალხიც გამოჩნდა. მაქსიმალურად მზად ვარ, ნახეთ როგორ ესეთი სივრცე მაქვს შერჩეული, მაგრამ ის ფაქტი რომ ეს სივრცე ჩემი შერჩეულია და შესაბამისად ლოკაცია შედარებით უკეთ ვიცი, მამშვიდებს, თორე რა თქმა უნდა თორნიკესთან ერთად ამით და მსგავს სივრცეში გამოკეტას არ ვისურვებდი. იქნება კარგი ჩასაფრება გამომივიდეს რა. წინ ამ წლის განმავლობაში მსგავსი და უფრო მასშტაბური ვიდეოები ბევრი გელოდებათ, ამიტომ დარწმუნდით რომ ნამდვილად გამოწერილი გაქვთ არხი და ზარის ღილაკსაც თუ გააქტიურებთ, პირველები გაიგებთ ვიდეოების შესახებ. ეხლა კი მომივზადოთ, იმიტომ რომ აი მე მგონი შორს ხედავ თორნიკეს მანქანას. მოგრიალებს აი შორიდან. ის მოტოციკლეტიც გამოჩნდა.
არის. ეს ალბათ გაიხადა. გაქცევის დრო დასრულდა. დრო არო შევხვდეთ პირისპირ და ერთმა ტყუიამ და სწორმა დამიზრებამ გადაწყვიტა. აბარა. გასაგებია. გამოწვევა მიღებულია, ვიცით შემძებნა. ვაიმე. გავიკეთეთ, მეგობრებო. შევიცვალოთ პოზიცია. Let's go. როგორც გიორგიმ გაგვიცხადა, ერთმა ტყუიამ გადაწყვიტოს. ხო და გადაწყვიტოს. თავარია თორნიკემ მართლა არ მიიღოს ეს გამოწვევა და ძალიან სპორტულად არ მიუდგეს, თორე ალბათ შანსი არ აქვს. კამერებით შეიძლება სადმე კონდეს. კამერა გამოჩნდა. კემპერობის მოუძზე ვარ, მეგობრებო, საიდან გამოვა, მაგრამ აქ საიდანღაც უნდა გამოვა. მოკეთ, ყველა ოთახი დავათვალიერეთ. არცად გიორგი არ იძებნება. სავარაუდოდ გარეთ გვაქვს საქმე. წამოვიდა. მე ჩანს. შო, მოდის ბიჭო. დაგვერხაჩები კაი. შემდეგ შენობაში ხო არ არის? იმედია კამერამენებს არ მოხვდებათ, მეგობრებო. წინასწარ ბოდიში. ცეცხლი გაიხსნა. ოპა, წამოვიდა. ბიჭო რა რთულია, თურმე ხო არ გადა. წავედით. წე მომგვაროთ. აუ, ხელა შემოგვარდა, ეს არ დაარტყა. ხო არ გადა. თავარია სირბილში არ დაბეწია. დავინახე, მანას დამინახე. ცეცხლი ხსნის. Let's go, სერჟანტო! ვაიმე! დავინახე. ესე მოსულა? საჭერილი ვყავ ხარგიო. ვაჰ, ბიჭო რა მტკივნეულია. ვაჰ. თუია გავარდი. ესე უცებ როგორ აღმოჩნდი? გადმოვარდი. ეს ჩამხუტი რატო ესეთი პატარა? შენი ზომა ვერ გავჩვენ. რა კარგად ისუ ისე? ბიჭო, ჩემი არის ცოტა ჭედავდა და მაგის ბრალი იყო, თორე მე მოვიგებდი უე. ძალიან ბევრი მარბენია და ხო. ამ მაგრამ შემთხვევაში ძალიან მალე მოხვედი. თან რო არიცი რა ხდება სადახარ? ხო, აი ეგ იყო, მაგას მომოდი და ჩემი უპირატესობა თქო, ერთადერთი ისაა, რომ კარგად დავკემპერდები თქო თუ არ უნდა თავდაცვაში ხარ? კემპერები. ზოგადად როცა თავდაცვაში ხარ, უფრო მეტი უპირატესობა გაქვს. ამ შემთხვევაში გეგმა შენი იყო, თავდაცვაში ხარ, უპირატესობა დროის და აქცევაშიც მქონდა უპირატესობა. კი, ყველაფერში. ყველაფერში. ესე იგი, ამ რაღაცაში ხან უნდა ჯარისკაცი ვარ და ბოდიში შეიძლება გაჯობო. კი, ბოდიში მე მეგონა რომ მატკინე მაგით ვამბობდი. მაგრამ თურმე კიდე დაიმსახურე, რაც მაწვალე. მე მგონი საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა. ნამდვილად იყო ესე ვთქვათ საინტერესო. ჩართული გავითავიდან ბოლომდე. განსაკუთრებით ჩემი წაქცევა. მინდა გითხრა გეხერხება მალვაც, გაქცევას. მაგრამ ჩემი საქმე ეგ არის რომ გწიოდა. შემდეგზე ძალიან მაგარი გეგმები გვაქვს, მათ შორის ერთად სურვაივალი, მაგრამ მანამდე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი. ჩვენ ახლა გავაგრძელებთ გავცვლით შტაბეჭდილებებს, თქვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.